აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინიციატივის პროექტთან დევნილთა შემწეობის რეფორმის მოსამზადებელ დოკუმენტთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა. სამუშაო ჯგუფის რიგით მესამე შეხვედრაზე მონაწილეებმა პროექტთან დაკავშირებით გამოთქვეს შენიშვნები და შეიმუშავეს რეკომენდაციები და წინადადებები, რომელსაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარუდგენენ. სამუშაო შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ექსპერტები და სპეციალისტები მონაწილეობდნენ. დევნილთა შემწეობის სისტემის რეფორმის გახმაურებულ პროექტზე ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა საინფორმაციო პორტალ კვირას პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე. როგორც მთავრობის მეთაური აცხადებს, დოკუმენტის პროექტი შეჯერების პროცესშია და საბოლოო სახე ჯერ არ მიუღია. განსაკუთრებული სიფრთხილით განიხილება ის საკითხები, რომლებმაც დევნილებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. იქ არის ზაობა, რომ მოხდეს შეჯერება. არის ზაობა იმისა, რომ დევნილთა პრობლემები არ გაუარესდეს. შემოთავაზებულსა და განწყობას შორის მიდის შეჯერება, რომ ამ შეჯერებული ვარიანტი გახდეს საბოლოოდ მისაღები ყველასათვის. როგორც ითქვა, ძალიან უხეშად არ გამომივა, ვთქვათ, ყველა იყოს მაყურებელი. შეუძლებელია ეს, არ არის შეუძლებელი. არ არის შეუძლებელი, თუ კარგად იმუშავებ, კარგად მოუძებნით და ამიტომ არ მინდა ახლა ძალიან კონკრეტულად ვილაპარაკო ამაზე. იმიტომაც რომ დევნილს რაც არ უნდა შესთავაზო, გუშინ იყო ერთ-ერთი გადაცემა, 5 დინა ოქრო, ის არასდროს არ იქნება მაყურებელი სანამ არ დაბრუნდება. სანამ არ დაბრუნდება, შვედ არის დაბრუნებაში. ამიტომ პარალელურ რეჟიმში უნდა იყოს ლაპარაკი, ასე ვთქვათ, კონფლიქტის მოგვარების პრობლემებზე, პარალელურ რეჟიმში უნდა იყოს ლაპარაკი სოხუმთან ურთიერთობის დალაგებაზე, ჩვენ სამეზობლებში ურთიერთობის დალაგებაზე, დასავლეთის მხარდაჭერის გააგრძელებაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ პროცესი, რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ გადაულახავი არ არის. რაც შეეხება დევნილთა სტატუსს, ვახტანგ ყოლბაია განმარტავს, რომ შესაძლოა სხვადასხვა ვერსიები განიხილებოდეს შემწეობის გაცემის ახალ წესთან დაკავშირებით, მაგრამ განსახილველი დოკუმენტის არც ერთ ვარიანტში არ არის საუბარი სტატუსის მოხსნაზე.